როგორც ისეთ გუშინ 23 მარტს საქართველოსა და სომხეთს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოხდა გარკვეული ინციდენტი სტუმრად ჩამოსულ სომეხ გულშემატკივარსა და ადგილობრივ ქართველ გულშემატკივრების მცირე ნაწილს შორის. ხო, ალბათ ყოველთ ამხდებით, რომ დიდად საამაყო და პოზიტიური ამბავი არ იყო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 3 დღით ადრე ერევანში ვიყავით და იქ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა მეგობრებო, ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალიზმი როგორც ასეთი აუცილებლად ნეგატიური მოვლენა არ არის. ნაციონალიზმი ერთგვარი ენერგია, ცეცხლია, რომლითაც შეგვიძლია ერთის მხრივ რაღაცა თავი დაიწვა და სხვაც დაწვა და მეორეს მხრივ შეგვიძლია ამით გათბე ან გადააქციო ენერგიად, რომელსაც შეუძლია დაძრას ორთქმავალი თავისი რაღაცა ვაგონებით და წაიყვანოს ეს ვაგონები წინ პროგრესისკენ. თუმცა ეს ნეგატიური ნაციონალიზმი პატარა ერებში როგორც წესი ყოფილი დამპყრობლების წინააღმდეგ ვლინდება ყველაზე მკაფიოდ. მაგალითად შოტლანდიელი ფანები როგორც ვთქვით ყველაზე ხმაურიანი და აგრესიულებიც კი ზოგჯერ არიან ინგლისის თამაშებზე ინგლისელი ფანების მიმართ, რაც გასაგებია მათი პრეისტორიის გათვალისწინებით. თუმცა საქართველოში ბოლო წლებში ერთგვარი კვაზი ნაციონალიზმი ჩამოყალიბდა. ხელისუფლება და ის ძალებიც კი რომელიც რაღაც თითქოს პოზიციონირებენ რაღაც ნაციონალურ თუ ეროვნულ ძალებად, ფაქტობრივად პირდაპირ ამობენ რომ ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთ ჩვენი მთავარი ისტორიული მტერი, რადგან ის ძალიან ძლიერია, შესაბამისად საშიშია და უნდა შევეგუოთ ამ რეალობას. მაგრამ ნაციონალიზმის ენერგია თავისით არსად ქრება. უფრო მეტიც, როდესაც მის ყველაზე ძლიერ გამოხატულებას, ანუ პრინციპში სავსებით გასაგებ ნეგატიურ ემოციას დამპყრობელი ქვეყნის მიმართ კრძალავ, ის აუცილებლად სადღაც უნდა მიმართო. ამიტომ როგორც ხელისუფლება, ისე ჩვენი ფსევდოპატრიოტები ცდილობენ ჩვენი ეს ენერგია მიმართონ იქ, სადაც პრობლემა არ არის, ან სადაც ის ბევრად ნაკლებად მასშტაბურია. სწორედ ამის გამოხატულებაა სხვადასხვა სახელისუფლებო მედიებში პერიოდული არმენოფობიური გამოხტომები და ბოლო პერიოდში გლოუს კურიერების მიმართ რაღაც წარმოებული კამპანია იმის ფონზე, როდესაც თუ ვაკეში გაივლით აღმოაჩენთ, რომ რამის ყოველი მეორე კაფე თუ რესტორანი რუსებს ეკუთვნით და ქუჩაშიც ბევრად მეტი ხვდებიან ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანები. თუმცა ხელისუფლება არათუ რაიმენაირად ზღუდავს ამას, არამედ პირიქით მერიის დასუფთავების თანამშრომლები შლიან კედლებიდან ანტირუსულ გრაფიტებს. გვახსოვს ანწუხელიძის რამდენჯერმე წაშლილი გამოსახულებაც კი და შლიან იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ ჩვენი მთავარი მტერი. ეს ჩახშობილი ემოცია და ნაციონალიზმი კი კონვერტირდება ერთგვარ შინაგან აგრესიად. და ამას როგორც ნავთი ცეცხლზე ემატება ის ფაქტი, რომ დღევანდელი მოვლენების ფონზე ხელისუფლება გვჩაგრავს ჩვენ ყველას გამონაკლისის გარეშე. და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შინაგანი აგრესია მივმართეთ იმათ მიმართ, რომელიც რაც ჩავთვალეთ დაბალ ღობედ. მაგრამ მეგობრებო, როგორც დასაწყისში ვთქვი, ნაციონალიზმი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის არის ნეგატიური მოვლენა. თუ მას გამოვიყენებთ, როგორც იარაღს და საშუალებას გავერთიანდეთ ერთი საერთო მიზნისთვის. ეს ერთი საერთო მიზანი კი იქნება ძლიერი, თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო შექმნა.